გიორგი გახარია ახლა ბრალდებული სკამზე უნდა იჯდეს წესი, თუმცა ის არის ემიგრაციაში, ამიტომ მის გარეშე ჩატარდება სასამართლო პროცესი. გიორგი გახარიას მიმართ ახლა მიმდინარეობს ფაქტობრივად დევნა და ივანიშვილის პირდაპირ ფორმით გეუნებით. ივანიშვილის იურისდიქციაში გიორგი გახარია თავს ნამდვილად არ მოიხოცებს. დრო არ არის შორს, როდესაც ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა და ეს ადამიანები, ვინც ზოგადად შეთითხნა ეს ბინძური საქმე და დაასმინა თავისი ჭკუით გიორგი გახარია, მაგრამ ამ დასმენით კიდევ მეორე საფრთხე შეუქმნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ყველა ეს ადამიანი ისტორიაში საკუთარ ადგილს იპოვს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრემიერები რაღაცას შეიძლება იპარავენ, ან აბრაზებენ ბატონ ბიძინას და მას რაღაც დისციპლინური პასუხისმგებლობები აქვს თითოეულ მათგანზე გამოწერილი. ხო და ჩემთვის ეს მაინც შიდა პარტიული გაუგებრობის ცუდი ფორმით აღმოფხვრა, რომელსაც ამ ქვეყნის ინტერესები ეწირება. ქართული ოცნების ყველა პრემიერი მოიხსენებათ ქართული ოცნების დანიშნული იყო, მათი მანდატით სარგებლობდა, თუ ჩორჩანავინმე ვინმეს გადასცა, ქართულმა ოცნებამ გადასცა. ჩვენი პასუხისმგებლობა რასაკურველია უნდა თქვათ, რომ პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ რაღაც მომენტში იმ პრემიერ-მინისტრმა გადადგა ესეთი ნამუჯები და მარტო 20 ივნისს მოვიგონებთ იქ სხვა თემებიც არის სერიოზული. ჩორჩანაც არის და ჩორჩანა და მთავარი პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან გადადგომა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, როგორც რა ვიცი, მეხის გავადნა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართული მხარე მოიქცა ღირსეულად და დაიცვა სახელმწიფოს ინტერესები დამეთანხმებით, ხო? ამაში გეთანხმებით. დაიცვა ქართული მიწებით. თან ეს გააკეთა ისე გიორგი გახარიამ, რომ ამას არანაირი სამხედრო ესკალაცია არ მოყოლია. ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც გიორგი გახარიამ მიიღო აღმართული საგუშაგო, იყო ის მიზეზი, რის გამოც ეს ტერიტორიები დაიკავა რუსმა ოკუპანტმა, იქ განათავსეს არაერთი საგუშაგო, მათ უკვე საოკუპაციო ხელისუფლებამ, მაშინ როცა მათ არავითარი საგუშაგო მანამდე იქ არ ჰქონდათ და უფრო მეტიც იმ საგუშაგოებით, რომელიც ოკუპანტმა დააყენა საპასუხო ნაბიჯის სახით, ეს ოკუპანტის საგუშაგოები თავზე მოექცა სოფლებს და ამით შექმნა ყოველდღიური რაღაცა ტიპის, მე არ მინდა ვინმე შევაშინო, ახლა აქედან ადვილია ხოლმე საუბარი, ადგილზე ხალხი ცხოვრობს, მაგრამ შექმნა გარკვეული ტიპის ის დისკომფორტი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაც მათ მანამდე არ ჰქონიათ. ქვეყანას გაღამხობას გადაარჩინა ნამდვილად, თუმცა გადაარჩინა ადამიანის უფლების დარღვევის ხარჯზე. ის გამოდა სტარული სასამართლომ დაადასტურა კონკრეტული მუხლების დარღვევა და დაიწყო ხელახალი გამოძიება. კი, 6 მეროს დაგვავალა სტრასბურგმა გამოძიების დაწყება. მანამდე ხო იცოდით, რომ ადამიანები იყვნენ დაშავებული, მაკო გომოს, რომ თვალი ქონდა დაკარგული, ეთოდი. მე ყველა მათგანი კი, ყველა მათგანი სახელმწიფო მაგია რა. ერთი ადამიანი მაინც იდენტიფიცირებული. ყველა ადამიანი მაშინ იყო, ვინც დაზარალდა და მიიღო მძიმე დაზიანების სახელმწიფოს დაზარალებულად. გახარია, როგორც ერთი ინდივიდი, მის წინააღმდეგ მე ზუსტად მახსოვს, არ ყოფილა იმ მომენტში საკმარისი მტკიცებულებები, რომ ის მიცემულიყო პასუხისგებაში. შესაბამისად, მას გამოუცხადა გუნდმანდობა, ალბათ იყო სხვა მიზეზებიც, მაგრამ სამართლებრივი მიზეზი ეს არის, თუ რატო არ მიეცა მაშინ პასუხისგებაში. ვიდრე სტრასბურგმა არ დაავალა ხელახლა გამოძიება სხვა კუთხით, მანამდე მაშინდელმა გამოძიებამ დანაშაული ვერ დაადგინა. გამოძიება დასრულებული არ არის, კიდევ გრძელდება და შეიძლება სხვა ადამიანის ბრალეულობაც გამოიყენოს. რა თქმა უნდა, აბსურდია ახლა მხოლოდ გახარიას დადანაშაულება აღნიშნულში, უბრალოდ ივანიშვილს პოლიტიკურად ახლა ეს დაჭირდა და ეს დასტურია იმის, რომ ივანიშვილთან გარიგება ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობით, ან ნაციონალური მოძრაობის დღე-დაღამელ ანძღვით, ან ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შესვლით ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების გზით, თავისუფლებაში და ინდულგენციაში მაინც არ იცვლება.